დედა რა, რას გეუბნება ბებო? შენ აღარ გინდა? კაბა უნდა ათხოვო? ათხოვე ხო? ათხოვე რა. მას მათხოვე? რა გათხოვა, ბარა ჩაი, კაშნი გათხოვე. ვაიმე დედა. ვაიმე. ვინ არის ჩიტი, ჩემი, ვინ არის პატარა ჩიტი და შენ სახიობი ხარ, ბავშვი კი არა ხარ, სახიობი. დილამშვიდობის მეგობრებო, მოგესალმებით, მე ვარ გვანცა, იგივე დოდონა. ყველას დილამშვიდობის, ვინც მოხვდით ჩემს არხზე. დიდი მადლობა ამდენი სითბოსათვის, სიყვარულისათვის, კომპლიმენტებისათვის. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია ყოველი ადამიანის ასეთი კარგი ენერგია, ხო და წავიდეთ სამსახურში. ნახალოკაში ისეთი ქარია ხალხო, ისეთი ქარია რა გითხრათ. თქვენთან რა ხდებათ? ქუდით მგონი ნანახი არ ყავართ ასე ოფიციალურად გადადღლარწული. ხო დღეს ორმაგად კარგად ვარ, დილით არ მომიწია სირვილით სიარული მარიკოს წაიყოს მამა. დავტოვებ ბიბლოსთან. ჯერ ადრეა ბარდეს. წავიდეთ სამსახურში მშვიდად. მარიამს ხუთშაბათს აქვს ღია გაკვეთილი. ხო და რა თქმა უნდა ვერ მიხერხდება სამწუხაროდ და უნდა მიაკითხოს დედა. ანუ ბებო. ხო და ეს არის რა ქვია. ზემი სხვა დროს აქვს იქით აკვირას თუ რაღაც არის მოკეთ იქით. ჯერ არაო. ხო და ძალიან მაინტერესებს რა სისავს. ხალხო მარიამი ტექსტებს ლაპარაკობს. იქ რა სწავლიან, რამხელებს ვერ კეთობით, ანუ რამხელა ტექსტები აქვს დამახსოვრებული, მაგაში მე ნამდვილად არ მგავს, ანუ მაგას უბრალოდ ჩემი სინდისი და ნამუსი ვერ გამიშვებს, რომ მე დავიბრალო. მაგაში დედა ჩემს გავს აშკარად. მე ვინც ვიცი და ზუსტად ვიცი რომ იმახსოვრებს, რომ შეიძლება ჩემი ქრისიადებით იმახსოვრებენ, მაგრამ არ ვიცი ახლა ეგრე ზუსტად. ამიტომ ვინც ვიცით იმას დავაბრალოთ მარიამის რაღაცები. აი ამ ნაკვეთში არის ხოლმე აი ამ ჭუჭურტანიდან კორპუსებს შუა მიჭყუტუნებს. აი ესეთი სიცივე ხალხო და ყინვა რომ მე ასე შემცივდეს, ანუ და გამიყინოს ხელები და რაღაც გუნება დავკარგო არასოდეს. აი ეს ბოლო წლები ანუ აი მართლა არ მქონია და არ მიგრძნია ასეთი ყინვა. აი ეხა ისეთ ცივა. ანუ სხვაგან კი არ ვიცი, უბრალოდ ხელები მიყინებ, მაგრამ ანუ იმას ვამბობ, ძალიან რაღაცნაირი ყინვა. აი ძვალში და რბილში როატას, ხო იცით ეგეთი. მოვახლოვდით, გადავიდეთ. მე ვგიშდები ამაზე. წავიდეთ ტრასაზე არ დაგვატყოს ბანკა. ძვლის დამიკლია და მანქანას ხარ დავეტაკეთე. მოვკუსკუსდით სამსახურში ეს რა გაიშვირა აქ. დუდურმა რა გაიშვირა აქ. როგორისა აქვს ამ სკროლებს, ანუ ხმაკესი არის მის და შეიძლება უცებ ისე მიტრიალდე უკან რაღაც ეს შეასკდე. ზარი მე. მე თუ ხოთ იწოდეთ. კაკონს ვერ გავიგებთ. ნუ იტყვი და ჯერ 9 ბავშვია. ვცდილობ ცდება მარტაბარტყას. ჩემი მეუბნება ის არისო. ეს ფერი ზოგადად ხო, ანუ ძალიან გავს ქუდის ფერზე, მაგიტომ აფარია, რომ ძალიან მომეწონა, ანუ ორი ერთად რა. ხო და შეგრძნება მოხდა დაიფარეო, რომ ეს კად არის შეკერილიო რა. ისეთი შეგრძნება მრჩებაო. ხო და მამა ჩემს იშვიათად რომ აი რაღაცა ქუდი ჩემზე მოეწონოს, აი რა უნდა დავიფარო და დღეს ესე ძალიან მოეწონა.
და ერთი მაქვს კიდე რომელიც ძალიან მიყვარს და იმასაც დავიფარებ ცოტა რაღაცა დიდია და თითქოს რაღაცა ვერ გავიგე რაღაც არა და რომ მოვიძომე მანამდე მომეწონა ხო და ის არის მოგეთ ორივე ძალიან მოეწონა და მე იმასაც დავიფარებ ასეთივე ფერია სხვათა შორის როგორც ვაფარებ ხო და ეს გადასარევად დავიკვენწები 10 კილოს დაკლება დარჩა ჩემს მიზნად ცნებათაც ყველაფრად თუმცა როგორც ხვდები ეს სწრაფად დაკლება ჩემთან ვეღარ მოხდება იმიტომ რომ ისე ძალიან სიმკაცრით აღარ მიყვები თუმცა ისე მიყვები როგორც საჭირო და 10 კილოს წავაჯერდები დოპალი აი მე ხარ ფიქრობ თუ არ იქნება ხამსა იქ სადაც მე მეგულება შანსი არ არის ეხლა მე მაგისთვის კრუგები ვარ ხო ვაგზალზე ვარიანტი არ არსებობს ესე იგი მე გამოდის რომ უნდა წავიდე დაბლავიარო ფეხით რაცა ხამსასთვის არ მივირს ამიტომ მე გავივლი ახლა თუ ნახე თუ არა და სხვა რამეს შევარჩევ ავდგებ და გავაკეთებ ხიფკაც სხვა რა გზა აქვს ანუ ამათ უყურე სად წამოსკუპებულან ეს სიყვარულები გიშტები როგორც დავაკვირდი ესე იგი ქაოტური ვიდეოები უფრო ნახვებს თუ გადავხედოთ რაღაცა უფრო იკარი უკეთესობაში დავით გამოუწესრიგებელი მეტროები ყავ საბერძნეთში ხალხობა იმ გიჟდები იმათ მოწესრიგებულ გუნდებზე რა უჩვეულოდ ადრე გამოვედი სამსახურიდან მე თვითონაც მიკვირს უბრალოდ ერთი ჯგუფი იყო გავატარეთ და წამოვედით ხვალ ფორმების და ხარისხების დღე გვაქვს და რა თქმა უნდა ადრე ვერ წამოვალ მაგრამ დღეს შევძელით რომ ადრე დაგვესრულებთ გადავიდეთ არა დაგვეჯახოს არა და მეჯახოს მიშველებ ასე ვფიქრობ რომ ჩემებს გავუკეთო კარტოფილის ხინკალი ან ხორცის რომელი არის ვერ გადავწყვიტე ეხლა გეტყვით ხორცის რატო არ მინდა აი მაგის ნერვი არა მაგას ცოტა კუწუები უნდა ბევრი და ცოტა მეზარება მეორე ვერსიაც მაქვს ანუ ძალიან მიყვარს ხამსა თევზი ვინც აი ბევრჯერ მithქვამს თუ გახსოვთ ანუ რა მნიშვნელობა აქვს მაგრამ ანუ მიყვარს ოღონ რა თქმა უნდა ჩემი ხელით გაკეთებული გასუფთავებას გულისხმობ გარეცხილი დამუშავებული ყველანაირად ეგეთი მიყვარს პირდაპირ კამერაში რო ჭამენ თავწაუცლებ ნაწლავებიანს ეგეთი არ მიყვარს ბატონო TikTok-ზე ხა ტრენდია რომ დადგებიან და გადაწელავენ ამ ნაწლავს ვაიმე მიწუხს გული მაგის ყურება არ შემიძლია ხო და ჩემებს უყვართ ვფიქრობ რომ ხო არ მოუხარშო დაუშვათ კარტოფილი და მაგასთან ერთად მივირთოთ იმიტომ რომ ძალიან მიყვარს მეც მიყვარს და ყველას უყვარს ზოგადად ოჯახში ნახოთ მეუნება რაღაცა ხამსას ველაპარაკობდით წინა დღეებში და ვაიმე უგვანცაო საბერძნეთშიო ხო კი ისე თევზებს ჭამ ახლა ხამსავდი ხამს აღარ ცახოს მაგის გემო ხო 15 წუთს უკავ ჭამე იქ ხამსაო და მე ვთხარი გაგახსენებ დედა შენ მე ვთხარი ხამსაო ძახე და 14 ლარი იღირდა მეთქი ამას წინათ ახლა არ ვიცი რა ხერს იმედია დაიკლო იმედია ქარი ჩადგა ისე აღარ ციო ანუ მაგრად მციო და იჩვეულებრივ გაყინული ვიყავი ისე აღარ ცივა გოგოება როგორც ციოდა ეს რანაირად ამაკეს გუდი რა არის ახლა ის მოგლარწული
აჰა. ჩიხში აკრიბა. მეტროში იმდენი ხალხი იყო. რა ვიცი, ვიღაცამ შევითრია. ძალით არა, შევყივი დაჯგუფებას. იმდენი ხალხი იყო, რომ ვიცი. იმიტომ რომ ჯერ საკმაოდ ადრეა. ამიტომ უფრო მეტად ბევრი ხალხია ხოლმე და მაგრამ ვაგონზე ვარ გავუშვებდი, მეჩქარებოდა და მეთქი მოდე გავიქცეთ. შევყევი ზღვანაკაც. აი მე ხელისის სახლში დამრჩა. ესეთ შევიყიდე რა. დამატენიანებელი და კაკრას ისეთ ადგილას ჩამოვხდი მარშრუტიდან. სახლიდან რომ გამოყვე მარშრუტას, რომ მოზაიკა რუღა მაღაზია და მე რომ მიყვარს იქ. ხო და ავდექი შევირბინე და ვიყიდე სხვა. გაჩვენებ ძალიან კარგი სხვათა შორის 4 ხვარამდე ღირს. იმიტომ რომ ეგ უნდა მესვას სულ, ანუ სულ უნდა იყოს დატანიანებული ჩემი ხელი. ხო და გაჩვენებთ. დავრიცხა ჭურჭელი. ორი წამი გათბეს და მე და ესე აღარ ვაშხრიალებ, მიყრე მოყრელი მაქვს სამზარეულო, დანარჩენი ყველაფერი იქ მივა ციფციფციფციკე. ხო და ის არის გოგოებო, მაგია. ახლა დასალაგებელი მაგ ვერ მოვასწარი. გუშინ ჩემთან ვივახშმეთ და ვეღარ მოვასწარი დალაგება მაღალ საათებს ვაკეთებ. ვაიმე, ხალხო. დაწმუნებული ვარ, ეხლა ვინც მე მიყურებთ 90% ნანახი გაქვთ. ნანიკო ხაზარაძის გოგო ჟურნალისტი როა, ტელეწამყვანი როა. ამ გოგონას ვიდეო, რომელიც ყველა პორტალმა წაიღო და არა მხოლოდ პორტალმა და ანუ ზოგადად ყველა ეს რა მოვისმინე. ანუ არც გინება მიკვირს, კაცო, ვის უკვირს გეხვეწებით საქართველოში მით უფრო გინება. ვის უნდა გაუკვირდეს. ეს რა ვნახე. მე არ ვიცი, მსგავსი ვიდეო საერთოდ უნდა იბლოკებოდეს ალბათ რა, აი მსგავსი ამაზრზენი ვიდეო. თუ არ ვცდები თან არ არის 18 წლის, არ მინდა შევცდე. კაი, თუნდაც იყოს 18-ის კაცი. ეს რა ვნახე. აი ისეთი შოკი მაქვს, გოგოებო, რომ შეიძლება დღეს ვერც გამოვიდე. ვისაც არ გაქვს ნანახი, ყველას უდევს და არ გაგიჭირდება ხა მაგის ნახვა. არ ვიცი, შვილო. მე ასეთი ევროპა არ მინახავს. თქვენ რო ევროპას ეძახით ბევრი. რო აუცილებელია ხა ევროპაში ძინებები და ხა ევროპელი თუ ხარ, აი ჯაი, ანუ დავეშვათ რა. დავეშვათ რამენავიდათ. ნუ გვერევა რაღაცები ერთმანეთში და ჩვენ რაღაცა სიგლახებს ევროპას ნუაბრალებთ რა. ის რო გამოვარდი ვიდეოში და იგინები ღმერთო რა სიტყვებით ვერც კი წარმოიდგენთ, ის უყურებთ და მეთანხმებით. ეგ ევროპამ გადმოგდო? ანუ ევროპის ბრალია? არ ვიცი მე ვისი ბრალია, მაგრამ ევროპის ბრალი ნამდვილად არ არის, ანუ. არ ვიცი, ჩვეულებრივი ემოციური შოკი მაქვს. დღეს ყველა მაგას უყურებდა მეტროში, იქ რომ ნახეთ ეს პატარა გოგო რაებს კადრულობს. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ნანიკოს ექნებოდა ამაზე რეაქცია, ანუ აი იმედი მაქვს და არ გაატარა და ნორმა დარჩათვალა ეს ვიდეო, იმიტომ რომ ვერ იქნება რა გოგოებო ნორმა რა, ვერ, აი ეს ასეთი აი ამაზრზენი დილსიტყვობა არ უნდა იყოს ნორმა. როგორ შეიძლება იყოს ნორმა? აი უბრალოდ ვინმე მომიხსენით, როგორ შეიძლება იყოს ნორმა? ან რა უბედურება ეს გინება, ანუ რატო არ გაქვს იმის ლექსიკონში სიტყვები თუნდაც არეულად ხო, მაგრამ არ იყოს შენთვის დილსიტყვაობა და და ეს რა არის ხალხო, კარგით რა. ეს რა ვნახე? ეს რა ვნახე? მე არ ვიცი ახლა ამ დონის სიტყვები გოგოსგან ჩემთვის არის ამაზრზენი. ყოველთვის ვიცეხ რომ მე ვერ ვიტან დილსიტყვაობას. მით უფრო რომ იყენებენ ქალები და მით უფრო ბავშვები. რაღაცა შეიძლება თქვა ეს ჟარგონულად რო იძახნე, ხო იცი, მაგრამ
ასე დაჯდე და იგინო, მე არ ვიცი, ანუ აი არ ვიცი. ეს რა ვნახე, არ ვიცი. რა უნდა გამიკვირდეს ამ სამყაროში, მაგრამ კი არ მიყვირს ბრასტები ეგეთ რაღაცაზე, რომ ესე იგი, აი ეს პატარა გოგო, თუნდაც დიდი ყოფილიყო რა მნიშვნელობა აქვს, ამ დონემდე იგინებათ, აი ესეთი ამაზრზენი ტექსტებით, აი მე არ ვიცი, არც მინდა პატარაა და რაღაცა თითქოს ბულინგოსავი თუ რა და არ მინდა, ანუ არ მინდა, რა თქმა უნდა, არ მინდა, მაგრამ არც ეგეთი ევროპა არ მინდა რა და ვისაც გონიათ რომ ეგ ევროპა ალბათ ევროპის ცაზე არც ასულხართ ჯერ. ხო ახლა მიხვდებით რომ ეგ ევროპა არ არის დამიჯერეთ. არ არის. და საერთოდ არაფერ კავშირში არ არის ეს ყველაფერი მით უფრო ევროპასთან. მე გაუკვირდებათ რატო დაათრევენ პორტალები ამ ვიდეოს ასე ისე მე საერთოდ ძალიან მეწინააღმდეგები პირადი გვერდიდან ვიდეოების აღებას ჩემთვის ეს არის ძალიან მიუღებელი, აი ვერ ვიტან მე მსგავს რაღაცებს არ მომწონს, უნებართოდ არ უნდა იღებდე და მე თუ მკითხავ დასჯადი უნდა იყოს ეს ყველაფერი, მაგრამ ნუ საქართველოში ჯერჯერობით ეს რავი ჩვეულებრივი მოვლენაა ბატონყაც. რომ არ უნდა დაათხრებდე სხვის ვიდეოებს, ესე წამაუპუღმა და მე ამდენ ხალხმა უნდა ლანძღოს, აბულინგოს ეს გოგონა, რომელიც ნუ აი მართლა ეხა ხო ხვდებით რა მდგომარეობა ექნება. შესაძლოა ძალიან ემოციურ ფონზე იყო და ესე თქვა თუ ისე თქვა, მაგრამ მაგარი უზრდელობაა, მაგარი. ვის აგინებს, საერთოდ არ მაინტერესებს, ხა კოცი, ნაცი თუ ის შპალიერა, არ მაინტერესებს. ფაქტია, რომ არის უზრდელობა, всё. ხა რასაც გინდა დავაბრალოთ, ჰა? დავაბრალოთ. ის უზრდელობაა, ამას რა საწაუხვალ, მითხარი ერთი. ვერსად. ამაზე თვალის დახუჭვაც კი საზიზღრობა მგონია, თქვენ წარმოიდგინეთ, შობლის მხრიდან. იმედი მაქვს, რომ არ დაუხუჭავს. ძალიან დიდი იმედი მაქვს. და თუ დახუჭა კიდე ეს უკარგეთ იყავ. ამაზე რო თვალს დახუჭა, მე არ ვიცი. ვერ გეტყვით. ბერძნული ყავა, მე არ მიყვარს ავიჩი მიქონესობს. და დედაჩი. ხო და ესე გოგოებო, რა ვიცი, გამოვშტერდი მე თუ რაღაცა არ ვიცი, არ შეიძლება რა. ეს არ არის ნორმა, ხალხო, ეს როგორ უნდა იყოს ნორმა ასეთი ბილ სიტყვობა. რომ ვისაც ეს მთავრობა თუ იმის და ამის და ამის დედის იმის და ამის რა არ ვიცი ხა. უნდა მოგეპოვებოდეთ სიტყვები, რომ სულ გინება არ იყოს რაღაცას რო წერ, ხო? ეხლა ამ გოგონას ვიდეოში ძირითადი რაც იყო გინების ენა, მე სხვა ვერაფერი ვერ გავიგე. ხო და რა ვიცი, ვინც მას სტაჟს დაუკრავს კიდე? რა ვიცი, აბა რა გითხრათ, ხა ჩემთვის სტაჟის დაკვრა კი არა, აი ესე ვუსმენდი. იმდენ ამაზრზენი იყო ჩემთვის და რა ვიცი, რა გითხრათ. სტაჟის დაკვრაზე არც არის საერთოდ ლაპარაკი. აი, უბრალოდ მითხარით, რატო, თორე კი რატო ხალხო სხვა ტექსტებით არ შეგვიძლია ვისაუბროთ? რატომ უნდა იყოს მაინც და მაინც დედის გინება, მითხარით ერთი? იმსახურებენ, არ იმსახურებზე, ნუ ვილაპარაკეთ ახლა. ბევრი იმსახურებს, ბევრი ამის, მაგრამ ასე არ არის ნორმა და ასე არ არის სწორი. რავი, თქვენ როგორ ფიქრობთ? მე იმიტომ მდებენ კუბოში, რომ არ გავიფიცე. და თუმე ვიდეოებს მივდებ უკაცრავად ახლა, ხო და ის თუ ნორმად მიაჩნია ამ ხალხს ეს აუღებელი დედის გინებები და ტრენდად ნუ აქცევთ ხალხო ამ ყველაფერს თორე ზუამჭირდება თქვენი ტაშის დაკვრა, ანუ ტრენდად შეიძლება ვაქციოთ ყველაფერი, მათ შორის რატო, ანუ ტრენდად რატო ვაქცევთ ამ ყველაფერს და რატო ვაქცევთ ისე რომ კი კაცო და მე რა მაგარი რამე თქვა, კი მაგარი რამე თქვა, ანუ ამას რზენი იყო პირდაპირ, მაგარი რამე თქვა. რო გინდოდეს და ვერ მოგეწონება ეგეთი რამე თქვა, ანუ ჩემთვის სიმართლის თქმა არ არის ეგ ადამიანებს რო აგინებთ. მოგებო, ვისაც გაინტერესებდათ, კომენტარში გიპასუხეთ, არ ვიცით, ნახეთ, არ ნახეთ, 15 წელი იყო დედა წასული. აქედან რამდენი არ გინახავსო? 6. 6 წელია არ მინახავს დედა, ყავდა ნანახი. თუმცა 15 წელი არის წასული.
მოკლედ. კი ვთქვი, მაგრამ ეთყობა ზოგი ახლა შევმიერთა, ზოგი ესე ზოგი ეს და ალბათ ვერ გაიგეს. შესაბამისად კიდევ გავიმეორ ბარდამზარება. ჩამოვლენ ახლა ბებო და დედა და ვადუღა ყავას. გეგმავ დედასთან ინტერვიუს. ხო და აუცილებლად გაგაცნობთ ერთი დღე, ხა ძალიან ფორიაქში ვართ ყველა ერთად და მართლა არავის არაფრის თავი არ აქვს. ისე ვართ აი მექანიკურად რო ცხოვრობ დაახლოებით ძალიან აურზაებში ვართ ამანათების ლაგებაში მე მოკლედ აუცილებლად გაგაცნობთ. და არა ერთხელ გვექნება შეკრებები. საჭადი უნდა მოვზილო და გამოვაცხო ჩემთვის ვაიმე დედა ძალიან ვაიმე ისე მაცვეგული მიღუნდება. მე მიღოდება თქვი წარმოვიდგინია. ხო და ისა ქვია. მაისური მეცვა მარტო და მაღლა ავრბოდი და მეთქი არ შემცირდეს ქუჩემებთან, ანუ სანამ გარეთ ისე და უცებ მოვიცვით. ას ხოი ჩემ გოგოს ღია გაკვეთილი აქვს. სიყვარულს ამხელა სიყვარულს. ღია გაკვეთილი. და ისა დედიკო წავა ორს გითხარით ას მამა იცახს ხოლმე რო ადუხდეს მალე სულ უნდა ურიო რაც არ უნდა ურიო, რატომღაც გაზზე ყავა მალე ვერ მიდუღდება და ვერ გავიგე. ხა მამა ჩემს ვიგნები ეთქობა შენ ამის შეუცვა იციან რაღაც. ჩიტა დაჭრება. ასე მოგეთ. პაცაც უნდა ალუმის რო ეძახიან ის ქვაბი მომცადე და არ არის ახალი, არის უკვე დიდი ხნის, საკმაოდ დიდი ხნის, ნახეთ უკვე დაზიანებულია, რა თქმა უნდა. და ის არის რა, ანუ აი დარწმუნებული ვარ, ხო იცით? ამას თავისი ისიც აქვს. აი თავსახური, უბრალოდ ეხლა რაღაცა უნდა იყიდო, ეს რამე ისეთი მინდოდა რა, აი ბავშვის რაღაცა მინდა ხოლმე შევინახო და პლასმასი ხარ როგორც იცით არ არის და უბრალოდ მირტყმურტყმულია, თორე რა თქმა უნდა სრულიად ის არის, რა ქვია, ფაქტობრივად ახალი. მაგრამ დიდი ხნის, ანუ ძველებური, მაგრამ ხო და ჩამოვაპურწიალე. ძალიან საყვარელი და რა დრო იყო ესენი ხალხმა გადავღარეთ რაღაცეები. რო რა გვინდა უკაც მე რაღაცა პლასმასები შემოვიდა მოდაში და გაგიჟებულები ვყიდულობდით. ხო და თურმე შვილო რასა ყრი. არა ჩვენ გვაქვს რაღაცები, მაგრამ აი ზოგადად ხალხმა ძალიან გადავღარა. ეხლა მეცინება ხოლმე რიგები რო დგას და ამეებს ყიდულობს ხალხი, იმიტომ რომ ფაქტობრივად გადაყრილი გქონდა. ბევრი. და ბევრ ადამიანს ბევრი. ხო და ის არისო რა ქვია. და რა ძვირი ღირს? მეთქი. What? ყბა ჩამომბარდა დედას გეფიცებით ფასები რო გავიგე. მეთქი ყوار მელანდი. ხება მელანდება მეთქი. მომეტანი გაგიწვირებიეთ მეთქი. მოგეთ არ მქონდა საყე, არაყი ჩამესხა. ხა დედამ ჩამოიტანა, ვაიმე დედა არ დამივარდეს. უსაყვარლესი. ჩემი სახლის ზომა არყის ჩასასხმელი. აი ხა აქ ცუდად კი ჩანს ის არის. ძალიან ბურუში მიდევს. მაგრამ კი ჩანს ხარაც ეჭირობ და ინახო და ძალიან საყვარელია. ძალიან მომწონს, აი ძალიან რო დავინახე მეთქი დედა. მიმაქვს. და ძალიან აი ზუსტად საჩვენო აი ჩვენი სახლი რამხელაც არის რა არის ბუსუსები კაცო ზუსტად იმხელა და რა თქმა უნდა დაიბობინა ჩემს სახლსა შინა იმიტომ რომ იცი რა აუცილებელია ესეთი რაღაცეები რა მოვზილოთ ჭადი ამოდი ჭამე რონე კაცამდე და არმინე დადედა დავიწყე უკვე მომხარი მე ჩემი და ამიტომაც ვზელახლა ჭადს.
აი მე დედა ეს პატარა ცოტა დიდში უნდა მექნა. აი რატო ვიცი ეს კუκუ საქმის კეთება რა, ჩაყარე დიდში, რატო წვალობ მე ვერ გავიგე. აი ჩემი თავის ტანჯვა მეხალისება დედას კეთილდები. ხომ მოგიყვეთ ეს პირდი დრამაში ცხოვრება მომწონდა მეთქი ამ დეპრესია რომ მქონდა. დრამაში ცხოვრება მოგწონდა ხა მაგაში ვიზნო მოწონდეს, მაგრამ ანუ სხვა მდგომარეობას ვერ ვიღებდი, იმიტომ იმ იმაში ვიყავი რა. ვისაც გქონიათ შემთხვევა მიხვდებით რას ვსა. მიხვდებით. და მით უფრო თუ ფსიქოლოგი მიყურებს ვინმე. ასე. ნუ იტყვი და დედაჩემს მოუტანია ბრინჯი. ეს ორთქლზე მოსახარში თუ რაღაცა აქვს, ორთქლით მოხარშული თუ რავი რაღაცა როა. ორთქლის ამოკლედ. აი ხო იცით როგორია, როგორც რეზინა. ნახოთ გავაფრინო. ეს რა მოაწრი. რა თუ არ დააკვირდი მე ვთხარი, რეზინისებურია ხალხო მაგას ვინ შეჭავს, მე ვერ ვჭამ მაგალითად ვერა. სულ რომ შეერი მოვკვდეს სხვათა შორის ვერც მაშინ. და ვერც დედა ვერ შეჭავს და არ მოეწონება, მაგრამ რაღაცა დედა მე ვთხარი ისე ყიდულობ მაღაზიებში, ყველაფერს არ იხედები რას უყურებ. ანუ რატო არ უყურებ რას ყიდულობ მე ვთხარი, დააკვირდი რაზე. ხო და რა ვიცი კაცი ხა შევიარე მეჩქარება და ვიყიდი ხა რა დავკვირებ. გოდა ჭამი ახლა. ევრინჩი. დავდგეთ ტაფან. სიმართლე გითხრათ, აი ეს ფუსფუსი მომენატრა ჩემი თავისთვის, ახლა ესეთი კვირა რო არეული მქო და აი ეს ჩემი თავისთვის რო ვიკეთებ, ხო, მოსამზადებელი მაქვს პლუს 5. 500-ს საღამოს მივერთმევ აუცილებლად ჭადთან ერთად. მანამდე სოსისი მაქვს აგერ მოხარშული და დამავიწყდა ხალხო მედგა. დამავიწყდა ეს უბედური და აი გადახსნილია, აი იცით როგორ არის? ყველაფერი რო ისა აქ რა ქვია. გადახსნილი აი ეგრე. Zandstad videos ისა ტელეფონი, მაგრამ არა უშავს. მაგრამ თქვენ რატო გტანჯავთ არ ვიცი. მამა ჩემის საყვარელი კერძი არის ჭადი. გიშდება, ანუ აი არ ვიცი, ეგრე ვის უყავს ჩემი რგული ვარ ვიცი, სიმართლე გითხრა. ყავა ადუღდა, ეხა იმას ეხვეწე. იმათ უფრო სწორად, რომ ჩამოვიდნენ და ბებოსანამ ამ კიბეებზე ჩამოვა. ხელახლა მიქნება ასე დუღებილი. დღეს რადგან ადრე მოვიდი, ბევრი საქმე ესე ვთქვათ მომესწრო. აი მე დედა დიდი ტაფა რატო არ გამოვიღე ამას სადველოდო ახლა. აი მე არ ვერ გავთვალე და პატარა ტაფა. აი არა. მოკლედ გოგოებო. დიდი მადლობა ვინც მიყურებთ ტრადიციულად ყველას, დიდი მადლობა ყველაფრისთვის. მართალია ესე დეტალურად ახლა კომენტარებზე ვერ გპასუხობთ, მაგრამ იცოდეთ რომ ვკითხულობ და ვცდილობ რომ დავაგულო ყველა ვისაც წავიკითხავ. მომიტევეთ. ახლა აქ რო ვდგავარ, ხო, შეიძლება ზუსტად 2 წუთში მოვიდეს 20 კაცი, ამიტომ თავდაყირა ვართ.Agi კონკრეტო. ბედნიერი თავდაყირობაა ესო. სად ვართ? ჩემი გოგოების დასახვედრად.